სულ რაღაცაზე ფიქრობდა და სულ რაღაცა ავიწყდებოდა. ნუ საათი ეხა როგორც ჩვეულებრივად 1 საათი, კვირა 2 საათი ეს სადაც მოიხსნი და იქ ტოვებდა. ხო და რა ვიცი უამრავი ისტორიები როგორც ჩაუსხა ბენზინის ხვას, 2 ერთნაირი ფერის მანქანა რო ეყენა და გადმოდი მაშინ ხო გადმოდიოდნენ მანქანიდან ეს ზემოდან ჩამოსა ეს რო იყო. მე ერთხელ როგორც სხვას ჩაუსხა და ის ქალი ვიღაცა იჯდა და ის კაცი მოდის უყურებს. თავისთვის უნდა ჩაესხა და სხვას ჩაუსხა. სხვას ჩაუსხა. ერთხელ მახსოვს მივდივართ მოუყვე შეიძლება. რა თქმა უნდა პირიქით. ნუ მანქანის ტარება არ იცოდა. ყავდა მანქანა, მაგრამ ნუ ხე არ არისო დარჩენილიო იძახდნენ თბილისშიო რომ არ გაესვავს. და რომ გაუსვავდა, კაი არა უშავს კაცო ხო დადიოდა რაც მთავარია და ეს ბატონ გივიბერი კაშვილს ჰქონდა კიდე ძალიან კაი ისტორია მანქანასთან დაკავშირებით და ნუ ერთხელაც მე დედა და მამა ჩემი წავედით ქორწილში თუ სადღაც მივდივართ, დაპატიჟებულები ვართ. მე ვარ ესე 13-14 წლის. რაღაცა ძალიან ისე სოლიდურად ჩაცმული მამა ჩემი ისევ ეს რაღაცა სერები უყვარდა და ეს სერი პიჯაკით და იმი დედა ჩემი გამოპრანჭული რაღაცა და ჩავსხედით მანქანაში. წინ რა თქმა უნდა დედა ჩემი და მამა ჩემი ზის უკან მე ვზივარ ცხოლის უკან. ჟიგულები იყო მაშინ და ესეთი სტაფილოსფერი ჟიგული რაღაცა ეგეთი ნოლაძინაცადი რაღაცას რასაც ეძახდნენ 011 უკაცრავად. არა, ადინაცატი. ადინაცატი ერქვა ესე. სხვანაირ 011 როგორ ვერ მიხდებოდი. და ჩავსხედით და მივდივართ და გითხრა რომ აქო დიღომშიო. თან ისე იცოდა ხოლმე. არასდროს ჩვენთვის არ ეცალა ოჯახისთვის. სულ ვიღაცას ეხმარებოდა, სულ სადღაც დარბოდა და ნუ ეხა ეს ერთი დღეა რომ მოიცალა ჩვენთვის და ეხა ვნახევ მეო დიღომშიო გაგატარებთო. ინის მანეთიანი გაქვთო? კიო დედაჩემა. ამასო ჩააგდებო, შედიხარო, გარეცხავსო მანქანას და გამოდიხარო. ახალი სამრეცხაოა, იაპონურიო. და ჩვენს ეხა დაგვენდა წაგვიყვანი აბა გვაჩვენე ეხა ჭუჭყიანია მანქანა მოულელია დედაჩემის უჩხუბობდა ვაფიშები რაღაცები იდო ამ მანქანაში და ეხა ქორწილში რაღაცა გარეცხილი მანქანით და წავედით. კარებებიო აბა გითხრა წესიერად დაკეტეთ ყველაფერი და მოემზადეთ და მივედით ჩააგდეს ეს მანეთიანი ეს რკინის მანეთიანი ჩააგდო მახსოვს და აბა დაჯდა დაკეტეთ კარები კი და აბა ეხა და რაღაც ესეთი რელსი იყო და იმ რელსზე უნდა შემდგარიყავი. ის რომ მანქანა თვითონ ბორბალი უნდა შემდგარიყო და მე თავისით პროგრამა იყო და მიყავდი. შევდექით ეხა ამ რელსზე. და შევედით ეს ჯაგრისები არის რამხელა, ნუ ერთი ოთახზე და ეს ტრიალეთ ესე შევედით და უცებ შყრო და შემოვარდა წყალი. წყალი შემოვარდა და რა ხდება, იცი რომ ვიხრჩობით, კაცო. აი ესე და რა ხდება და მამა ჩემი ასიგნალებს გააჩერეთ რა უნდა გააჩერო ეს პროგრამაა ესე და ეს ისა წყალი და ესე და ეს ფეხები სუსველები ვართ აბსოლუტურად იმიტომ რომ შემოსხულია ქორწილში მივდივართ სულ შემოსხული და აი ეს ფეხები აწეული მაგრამ წყალი დგას შიგნით და ეს ჯაგრისები და მივედით გადავთავდა ეხა 3 წუთიანი თუ 2 წუთიანი პროგრამა და მივედით და აუჩი ასიგნალებს რომ გააჩერეთ იმას ვიღაცას ეუნმარ ვინ არის იქ არავინ არ არის იქ ის არის მარტო ეს რაღაცა სისტემა თავის და გააჩერეთ და გადმოვიდა მანქანა ბიჭი დგას ეხა იქ ვიღაც მომსახურე პერსონალი და ეს ბიჭი ესე ხურებს და ბავშვი სუსველი რაკენი კაცო იმას ეჩხუბება რაკენი კაცო რო გიყვიროდი რატო გააჩერეთ იმ ბიჭმა მე რა შუაში ვარ არ ეთქმა კარები დაგჭა თან ფანჯრა ესე იგი რო ჩაჯდა კარები არ დაკეტა ხო ჩააგდო ეს მანეთიანი და ჩაჯდა და ეს მოხურა რა კარები და კარები მაშინ ესე ხო რაღაცნაირად ეს მთელი წყალი ნუ დედა ჩემი ისტერიკაში მე გაწუწული თმებით მამა ჩემი რა ეს რა გვიქენი კაცო ჩხუბება იმ ბიჭს რომ ხო გისიგნალებდიო რატო არ გააჩერე საწოლოდით არ გადამრიო სველები სულ სად უნდა წავსულიყო მამა ჩემი ზუსველი კოსტუმია ყველაფრიანად პიჯაკია ყველაფრიანად ეგეთი მოგონებებია რომ აცოცხლებს და ეს წარმოიდგინე ნუ ეს ხო მამა ჩემს და დამართნოდა მხოლოდ ეხლა სხვანაირად